ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როდესაც მანქანა მოიპარეთ ერთხელ ირაკლი ჩარკვიანთან ერთად. რა თქმა უნდა, სკოლის პერიოდში და მე და ირაკლი მეგობრები ვიყავით, რაღაც შორეული ნათესაობაც გვაკავშირდა. კლასელებიც იყავით, ხო? კლასელი ირაკლი გადმოვიდა მერვე კლასში ჩემთან, მაგრამ ნუ მანამდეც მეგობრობდი და ნუ დიდი სამეგობრო წრე გვყავდა გელა კობახიძე, დათო ევგენიძე და გელა ჩარკვიანის მანქანას იპარავდით. მაშინ მოდიოდნენ მოწაფეები ინგლისურში ასე ვთქვათ ამეცადინებდა და მანქანა იყო უყურადღებთ. მანქანა ეზოში იდგა, მაშინ აძინაცად ყავდა გელას შეიძლება ასე ვთქვათ 11 რომელიც ნუ ახალი მანქანა იყო იმ პერიოდისთვის გამოსული და გელას სავარძელზე სადაც ამეცადინებდა ბავშვებს თავის პიჯაკი ჰქონდა გადაკიდებული სავარძელზე და ჩვენ ესე ირაკლის ოთახიდან ჭუჭრუტაიდან ვიყურებოდით გელა როდის მოშორდებოდა ამ პიჯაკსო იცოდი ირაკლი იძახდა რომ იმ პიჯაკში უდევს გასაღებია მანქანასო და რაღაც რომ გადიოდა წყლის დასალევად რაღაცა გავიდოდა უცბად ამოიღებდა და ჩვენ მე გავარბოდით და გელას მანქანით დავდიოდით. იმედია ინციდენტი არ იყო. არა, მე მშვიდობიანად სრულდებოდა ეს გატაცებები. და ერთხელ ჰქონდათ ირაკლის და თქვენ ინციდენტი, როდესაც პოლიციამაც დაგაკავათ, ხო? კი, იყო ეგეთი შემთხვევა, იმიტომ რომ როკ ჯგუფი ჰქონდა გაკეთებული მაშინ როკი ახალი ხილი. როკი ხო, ნუ და აკრძალული იყო და ჰქონდა კონცერტი და ერთ 15-20 წუთში პოლიცია მოვიდა, ერთი 20 კაცი იყო. გაგვაჩერებიეს კონცერტი, გვითხრეს რომ წამბრძანდით, წაგვიყვანეს და ესე იდგა კორიდორი პოლიციელების და იქ ბოლოში იდგა პოლიციის მანქანა და ესე აი მაგარი ესე როკ ჯგუფის ვარსკვლავები ესე ჩაგვატარეს, შეყვანეს მანქანაში და წაგვიყვანეს მილიციაში და გვითხრეს რომ მეორეჯერ აღარ იმღეროთ ეს უცხოური სიმღერები. გაითვალისწინეთ ეს გაფრთხილებოდა თუ არა რა თქმა უნდა.